შენ თუ ახლა ამ ვიდეოს უყურებ ახლა და ეს ვიდეო თუ შენს ფორიუზია, ჩათვალე რომ ეს გაშლა შენთვის არის ხო და ახლა. მინდა საჯარო გაშლა ჩავწერო ძალიან საინტერესო თემაზე და ეს არის ის თუ რას ფიქრობენ გარშემოყოფები შენზე, ну ძირითადად რა შთაბეჭდილება აქვთ მათ შენზე, ну ერთია შენ როგორი ადამიანი ხარ რეალურად და მეორეა რომ საერთოდ არც შეესაბამებოდეს სიმართლეს თავიანთი აზრი და მოსაზრება შენთან დაკავშირებით, მაგრამ საინტერესოა რას ფიქრობენ ისინი შენზე. ხო და მოდი ამ საინტერესო თემაზე გავშალოთ. მე კი შენ გახსენებ რომ პოდკასტი 31 მიწერია ჩემს YouTube არხზე და შეგეძლოთ რომ ჩემი პოდკასტი დაასაპორტოთ და უკავშირები გამომიგზავნოთ subscribe-ის და კომენტარების სახით. წინასწარ გემადლიერებით და მადლობას გიხდით. რომ მიყურებთ. რას ფიქრობენ გარშემოყოფები შენზე? იცი როგორ რაღაცას ფიქრობენ? სიმართლე გითხრა? ხო, აი ძირითადად ორად არის აზრი გაყოფილი. ერთნი ფიქრობენ, რომ ძალიან სენსიტიური და ემოციური და ღრმად მგრძნობიარე ადამიანი ხარ, რომელთანაც ლაპარაკი ყოველთვის ჭრის. მეორენი ფიქრობენ, რომ ხარ ძალიან ხისტი, არაპროგნოზირებადი, არამოწყვლადი და ემოციურად ძალიან დაუსტაბილურებელი. მაგრამ ძირითადი ფონი მაინც ვიტყოდი, რომ არის რაღაცნაირად ერთგვაროვანი და ეს ძირითადი ფონი არის ის, რომ შენ უბრალოდ ძალიან სტაბილურ ადამიანად აღიქვენ მაინც მიუხედავად ერთის მოსაზრებით, რომ არაპროგნოზირებადი ადამიანი ხარ. თუმცა თვლიან რომ ლამაზი ხართ, ძალიან დახვეწილი, გულიანი, ძალიან კარგი მეგობრობა შეგიძლიათ და ფიქრობენ რომ თქვენთან ურთიერთობა არის ერთი დიდი დღესასწაული, სადაც უბრალოდ საკუთარი თავი კარგად შეგიძლიათ გამოხატოთ და სხვა ადამიანებსაც გამოახატვინოთ თავიანთი თავი. მაგრამ იცით როგორი ენერგია გაქვთ რომ ყოველთვის ყველგან იწვევთ კონფლიქტს ან ზოგს აი არ არსებობს შუა ტონები რა ანუ ერთ ადამიანს შეიძლება სიგიჟემდე უყვარდეთ და მეორეს შეიძლება საერთოდაც მაგრად ეზიზღებოდეთ რა ანუ ზიზღი არაა სწორი ტანდემი მაგრამ აი რო შევატაროთ შესაბამისად ანუ ეს ზიზღი აი ზიზღი ცოტა ცუდი ნათქვამი არ მიყვარს სიტყვა ზიზღი და არც ეს გრძნობა იმიტომ რომ არ ვიცი როგორი გრძნობა მაგრამ აი როგორი რაღაც იცი აი თითქოს უნდობლად რო გიყურებენ და მაგრად რო აი არ ეხატები გულზე რა ანუ არ ეზიზღები რომ არ ეხატები გულზე რა ვიღაცებს და ესეც იქიდან რომ ხარ პირდაპირი და პირდაპირობაც ერთ-ერთი შტრიხია შენი მაპროვოცირებელი ენერგიების რომელსაც ხატავ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაქვს ქარიზმა. ან როგორი ქარიზმა გაქვს იცი რომ აი რომ მიდიხარ და რომ მიგაქ აი სადაც რომ მიდიხარ აი შენს კვალს რო ტოვებ ხო და ეს სხვათა შორის ძალიან აბნევს ადამიანებს და აი შუა ტონებით რო არ არსებობს რა გრძნობები ერთ მხარეს ძალიან უყვარხარ მეორე მხარეს შეიძლება საერთოდ არ ეხატებოდა გულზე რაღაცა ეგ განცდებიან ხო ადამიანები საუბრობენ შენზე იმას რომ ხარ ძალიან კომუნიკაბელური და ხარ ძალიან მგრძნობიარე როცა კიდე იცინ როცა კიდე არ იცინ და ეს შენს ბუნებრიობაზე მეტყველებს და ლოგიკური წერა ძალიან კარგი დახასიათება სტაბილური ადამიანი რომელსაც აქვს კარგი შემოსავალი და რომელიც საკუთარი თავის გარდა სხვებზეც რუნავს, სხვებზეც ფიქრობს, სხვებზეც დარდობს, სხვებზეც არის განცდავში და რაღაცნაირად ძალიან ძალიან დიდი სიყვარულის უნარი გააჩნია. მადლობა ყურადღებისთვის. დენდობისთვის და იმისთვის რომ მოდიხართ ჩემთან კონსულტაციებზე.